ირანის შემდეგ კუბა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მორიგჯერზე განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მისი მომდევნო სამიზნე კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო იქნება. ჰავანაში არსებული მწვავე ენერგოკრიზისის ფონზე დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კუბისთვის რუსული ნავთობის მიწოდებაზე არანაირი პრობლემა არ აქვს. მოსალოდნელია, რომ მოსკოვი ენერგობლოკადაში მყოფ სახელმწიფოს 730,000 ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდის ხომალდ ანატოლი კოლოტკინის მეშვეობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ არის სანქცირებული. დიახ, კუბა იქნება შემდეგი. კუბა ჩვეულებრივი ქაოსია. ეს არ შემდგარი ქვეყანაა და შემდეგი იქნება. დროის მოკლე მონაკვეთში ის ჩამოიშლება და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით იქ მათ დასახმარებლად. იქ ვიქნებით ჩვენი დიდებული კუბელი ამერიკელების დასახმარებლად, რომლებიც კუბიდან გააძევეს. ბევრ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრები კასტრომ მოკლა ან დაასახიჩრა. დიახ, კუბა იქნება შემდეგი. არსებობს ცნობა, რომ ამერიკა ნებას დართავს რუსულ ტანკერს კუბისკენ გაემართოს. ეს მართალია? ჩვენ იქ ტანკერი გვყავს. არ ვარ წინააღმდეგი, თუ კი ვინმე მოგვაწვდის ტვირთის ნაწილს, რადგან მათ ეს სჭირდებათ. ისინი უნდა გადარჩნენ. ანუ ეს ცნობა მართალია. ვეტყოდი მათ, რომ თუ კი რომელიმე ქვეყანა სურს პირდაპირ ახლა გაგზავნოს ნავთობი კუბაზე, ამაზე პრობლემა არ მაქვს. არ აქვს მნიშვნელობა ეს რუსეთი იქნება თუ არა. არ გაწუხებთ, რომ ეს პუტინს დაეხმარება? ეს მას არ დაეხმარება, ის ნავთობის ერთ პარტიას დაკარგავს, სულ ესაა. ყველაფერი კარგადაა. თუ კი მას ეს მოუნდება და სხვა ქვეყნებსაც ეს სურთ, მე პრობლემა არ მაქვს. ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს. კუბა განწირულია. მათ ცუდი რეჟიმი აქვს და ძალიან ცუდი და კორუმპირებული ხელმძღვანელობა ყავთ. მიიღებენ თუ არა ნავთობის ერთ პარტიას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მირჩევნია შემოუშვა ის, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე, რადგან ხალხს სჭირდება გათბობა და გაგრილება და კიდევ ბევრი სხვა რამ. დონალდ ტრამპის ეს პოზიცია ბევრად განსხვავდება მისი წინაპირების, ან თუნდაც თვეების რიტორიკისგან, როდესაც ის ყველა ქვეყანას მკაცრად აფრთხილებდა, რომ კუბისთვის ნავთობის მიწოდების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა. ამერიკის პრეზიდენტი დღემდე ვარაუდობს, რომ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე კუბა დათანხმდებოდა დიპლომატიას და მიუჯდებოდა მოლაპარაკებების მაგიდას, რაც ჯერჯერობით მიუღწეველი პროცესია. ამასთან დაპირების მიუხედავად უცნობია იქნება თუ არა მოსკოვის მხრიდან კუბისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება პირველი და უკანასკნელი იმ ფონზე, როდესაც 1 აპრილიდან რუსული მხარე სრულად ზღუდავს ნედლეულის ექსპორტს ქვეყნის შიგნით უკრაინული იერიშების შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო. ექსპერტების თქმით, ამ ოდენობის ნავთობი კუბისთვის მხოლოდ 9 ან 10 დღის სამყოფია, ამიტომ არსებულ კრიზისს ვერ უშველის.